კაკლიაი ბიჭი იყო, მეწაღე კაცი იყო. ხო და რაღაცა პატარა დარბაზივით ქონდა და შეგირდები ყავდა რომ თუ ვინმე უნიჭო უსაქმური იყო და ავარა გავარდნილი, ამაი მიაბარებდნენ ხოლმე ეს კომუნისტები რომ ეგ საქმე მაინც ესწავლა რა. ერთხელაც ხაზის რადიოები რო იყო ჩვენ ბავშვობაში მე მოვესწარი მაგას ეს ერთი არხი გადიოდა სახელმწიფო არხი ხაზის რადიო და ამ ხაზის რადიოში გაუშვეს კამერული მუსიკა რაღაც კამერულმა ორკესტრმა დაუკრა რაღაც ნაწარმოები და რომ მორჩა დიქტორმა გამოაცხადა რომ ძალიან გთხოვთო მოგვახსენოთ თქვენი აზრიო ეს იყო პირველი შემთხვევა როცა ჩვენ ასეთი საორკესტრო ნაწარმოები გაუშვითო და მოგწერეთ თქვენი აზრიო რატო ხაც ახლა კაკლია ბიჭმა ჩათვალა რომ ამი აზრი ძალიან აინტერესებდა თავი ვალდებულად იგრძნო რომ მისწეროს გაიგე შეხარო სულ იმას აფიქრობენ კაკლია ბიჭ რა ეს იამოვნება აი მოესე კალან ფურცელი და არც მე მეწონაო წერს არც ჩემ შეგირდებს არ მეეწონაო და მეტი დამაჯერებლობისთვის რომ იქნება მარტო ჩემი აზრი არ გაითვალისწინო როგორც გავიგე არც დალა კამბროსაი არ მოიწონებიაო და კამბროსაი იქვე 10 მეტრაშიც პატარა ისა აქვს რა საპარიკმახე ჩართვაო ხო ჩართო მეტი დამაჯერებლობისთვის ამბროსაც გარია მარაკაში ხო და თუ შეიძლებაო ამოიღეთ კამერული მუსიკაო და დასხეთ კახური მრავალჟამიერიო მეორე დილით მოიდა კაკები ამშენ ამბროსასა და კაკლიებიც და ბორკილები და ამბროსას თურმე პირობითია ეს ამბროსა რატო ჯაგოდი ორი წელი იგრე მაიხადა ვერ გაიგო ამბროსა კამერული მუსიკა რა იყო ბოლომდე ვერ გაიგო კაცი ეს კიდე კარგად დაფიქრებული გაიგო მაგარი კაცი კაკლიები დაიჭირეს ნუ ის დააჭირეს და ამბროსო ვაფშე შუაში არის ქართველები ზოგადად სპორტში მაგრები ვართ მით უმეტეს ჩხუბსა და ჭიდაობა რაც შეეხება რა აბა ჭიდაობა ხო და ეს ჩემი საყვარელი ისტორია ნამდვილი ისტორია იმ დარბაზს არ დავასახელე ბოქსის დარბაზი იყო ბოქს ასწავლიან ბალღებ რა ხო და მამამის მიუყვანია შვილი და წვრთნელებისთვის უთქვამს რომ ბიჭებო ფულზე პრობლემა არ არისო აი ეს ბალღი უნდა გაიზარდო ჩემპიონიო თავი ბიჭი კაცო თქვენ მაითხოვეთ რაც გინდათ როგორც გინდათ ოღონდ აი ეს უნდა იყოს ჩემპიონიო რა აი ყოველი მიზეზის გარეშე ჩვენც ახლა დააყარე ჯაფა ამ ბალღს წვალობენ რაღაცებს სხვას რო 1 საათი ავარჯიშებენ ამაი 4 ავარჯიშებენ ეს ბალღიც მონდომებულია მაგრამ თავზე ვიძალა არ არის რა რაც არის ეგ არის რა ხო ადგნენ და ერთ თვენახევარში რაღაცა ტურნირი იყო და იმ ტურნირზე გაიყვანეს ეგრევე რომ ნახონ რა ხდება ებალღი ეკვეთა იმან რომ ბოქს როგორც დაიძახა საჯმა და იმან დაჰკრა და ეს გადავარდა ბატონყმობასავით დებატრამი ხო და ხო გდია რა გაახილა თვალები და მწვრთნელი აქედან ეძახის რომ ესეთი წესია ზოგადად რა რომ 10-მდე ხო უნდა დაუთვალოს და ბოლო წამებზე უნდა ადგე ბოლო თვლებზე რომ ცოტა სული მოითქვა რა შეგიძლია პირველი 1-2-ზე წამოხდე მაგრამ ჯობია რომ ცოტა აზრზე მოხვიდე რა და 8-მდე არ ადგე წვრთნელი ეძახის 8-მდე არ ადგე და ამან ეხლა რომელი საათია აბა გონია რა საათია ეხლა რომელი საათია გაიგე გაიგეთი ყოჩაღებიც აყვაო რა ერთი კარგი ყოჩაღი ბიჭია კახელი ბიჭია ქალაქში მუშაობს დისტრიბუტორია რა ხო და ბალღი დაირჩა ბაღში გამოსაყვანი იყო ბალღი და დავიწყდა ახლა ერთ მაღაზიაში მეორე მაღაზიაში რაღაცა იმას პროდუქტს არიგებს და დავიწყდა და ურეკავენ რომ ბალღი წაიყვაო გაიქცა გულგახეთქილი მივიდა ბიჭო და სიტუაცია ხვდება ამგვარი რომ მარტო ამის შვილი და ძიძაღა არიან ბაღში დარჩენილი კაც შვილი აღარ არის რა ეს ძიძა კიბეებზე ზის რაღაცებს ტელეფონში რაღაცებს უყურებს ვიდეოებს რაღაცებს ათვალიერებს და ებალღი კიდე სილაში ზის აი მხელა პლასმასის კამაზი იყავ ხო და იგრია ებალღი შაღონებული უკვე რომ კაპჭით ამ შააკრის იქავე ააყირებს გაგორებაც ეზარება რა ამ კამაზს უკრან 5 წლისა ნეირ შააკრის ააყირებს ნამდვილი ამბავია ნამდვილი ამბავია კაცო და რო დაინახა რომ იქიდან მამამისი მოდის თურმე წამოხდა ებალღი და ეს კამაზი აიღო და დაახეთქა რა დაბლა
მამი სანახარაკამდე შეყალშენა მამამის ვიდეო ახლა ის დაუხერხულობაში ჩავარდა რა თქოს არ იცის ეს მამამისი დაიბნა და ახლა მამამის უნდა რომ ძიძა საჩვენოს რომ არის კარგი მამა რა რომ ბავშვს სახში ესეთებს არ ასწავლიან და თან უნდა შვილი დატუქსოს ძიძას რა კარგი უნდა გამოჩნდეს თან დავნაშავეა და აქედან მამამისი სანამ იქიდანვე მამამისი ეგ უნდა უთხრა მამასა შემართლა ეს გასაული. ძიძა საჩვენო ესე უნდა ფილმის გადავა. გაკრიტიკა ბავშვი გაკრიტიკა. ეგ უნდა უთხრა მამასა. დატუქსა მამა. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45. გემზე ხდება კაცო ამბავი რომ რაღაცა შტორმები რაღაცეები დაემთხვა და ვეღარ გამოდიან კარგა ხნით ჩარჩა გემი რა ოკეანეში ხო და ერთი ახალგაზრდა ყმაწვილ კაცი მეზღვაურია და კაპიტანთან მივიდა და უთხრა რომ ბატონო კაპიტანო მეო ხალი ეხლა იგრე მინდა 12 აღარ შაბძია რა ანეგა ის პრობლემა უნდა მამიგვაროო ან არა და ეგ რომ უნდა გადავხდე ოკეანე უნდა მივცე თავიო გენაცო მე მეტი აღარ შამიძლიანო როდემდე სადამდე ნუ გეშინიაო კაპიტანმა უთხრა ყველა ეგრე ვარ თუ გენაცვალეო როგორ გონია შენ ახლა რა გამოსავალი არ იქნება აქ მოძებნილი უკეო ჩადი მერვე კაიუტაშიო იქო პატარა ნახრეტია რაღაცაო და იმით ისარგებლებო რა და ყველაფერი რიგზე იქნება ჩავიდა მერვე კაიუტაში რიგი იწყება პირველი კაიუტიდან რიგი დგა პირველი კაიუტიდან უკვე რიგი დგა მეზღვაურებისა რომ მიხვდა რომ ამ საქმეზეა სულ მისული რა ჩადგა რიგში ბოლო ვინ არის იკითხა ჩადგა რიგში აჰა ჩადგა რიგში მოუწია რიგმა აბა ისარგებლა დაიმი რა ქვია ზემოთ ხსენებული ხვრელით მომსახურებით კედლის მომსახურებით ისარგებლა და აი ძალიან მაგარი შეგრძნება რა ხო ძალიან მაგარი შეგრძნება უბედნიერესია წამოვიდა მივიდა ისა კაპიტანთან და ძალიან დიდი მადლობაო ბატონო კაპიტანო დავისვენეო შენ გენაცვალეო რა გაიხარეო და ძალიან მაგარი იყო ყველაფერიო და ხვალეც რომ მოიდეო შეიძლებაო კაპიტანმა შეხედა ხვალე რა დღეაო ხუთშაბათიო არაო გენაცვალეო ხვალე კედლის იქიდან შენ უნდა იდიო რიგი უცა იგი კოუწუინდა ერთი კაცი სუინდა ამას კარგი მიხო ასამართლებენ რა თავმჯდომარეა მიხო და იგეთი აღვირახსნილი კაცია რომ შაჭამა მთელი კოლექტივი კაცო დღე და ღამე ქეიფი რესტორანი მოკლედ აი გაანიავა რა სახელმწიფო ქონება დაიჭირა უნდა გაასამართლონ ვინც ესენი ყავ მფარველები რაიკომში ისინიც ვეღარ ეფარავენ უკვე იმდენი აქვს უკვე რა აი ქვეყანა რაღაცეები აქვს შაჭმული ასამართლებენ ეს მიხო ზის ეხლა სიტუაცია არის ამგვარი ეს მიხო ზის და აი ეგეთ რაღაცეებს აშურება და იქ პროცესი მიდის კაცო ჯერ გამაიყვანეს ვიღაცა ფერმი გამგე ხალია კომუნისტი ხალი უიმეო ეს გათახსირებული ესაო ხო იცით რეები ჩაიდინაო ბატონო მოსამართლე ერთი დეკეული აღარ დატოვაო რომ აი ბალღებით ვინ რძევ ქონდე რაღაცა ქონდე სულ ხაშლამათ აქცია ამ სასიკვდილებ აბა ეს ისევა ეგრე შრება ამ ხალს არც უყურებს ახლა მეცხვარე გამაიყვანე ვიღაცა მოწმე რა სამობო ბიჭო მეცხვარემა თქვა აი კომბალი გადამიტო რომ დავკრა თავში გაუხეთქო და კომბლით არ იმისული აი ეს გადატოვა ხვარი აღარ არისო ბიჭო ფერმაში ხვარი აღარ არის სულ გაწყვიტა აი ეს გადამჭა მიამის კარგი ნახავ და მოუღერებს ამ კომბალ ეს ისო ხაიგრე შრება რაიკომ დივან შეეცოდა აი გეიფიქრა რომ ეს უკვე ვსიო არა ადეკვატურია რაღაცა ემართება კაცსაო კაცო როგორ შეიძლება აი საციმბიროთა აქ საქმე და ეს ეგეთ რაღაცეებს აშურება მოსამართლესთან მივიდა და უთხრა რომ მაიტა შენი ჭირი ხო ხედავ კაცი რა დღეშია უბიჯო ხელებში არ ჩაგვაკვდესო და მაიტა არ გავაციმბიროთო და რაღაცა იძულებით სამუშაოში მივა მაგროთ სადმე ხო ჯანდაბას მოსამართლება თქვა ეგრე იყოსო ეს მივიდა რაიკომი დივანი მიხო ნუ გეშინიაო ბიჯო განამართლა გიჭერდი ეს ყურადღება არ აქცევს ესევა ეგრე ხელავს აერგალო ხელავს მიხო ბიჯო მიხო არ გესმის კაცო ნუ გეში არ გიჭერთ მიხო
აი ეგრე გამოიხედა. ხო, არაო ბიჭო. არაო კაცო, მაგაზე კი არ ვიძახიო, კაცო. წუხელო ბუნებისგან უყურეო და დღემთელი დღე ვფიქრობ, ზღარბები როგორ ტყბენო. ეკალი არ ეწმება. ოზეთ განიხილავს თურმე რომ ეკალი რო არ ერწმევათ, როგორ ახერხებენ. სუპერებზე კიდე იმათი სამართალი. იმით იყო დაინტერესებული. მაგადანი არ აინტერესებს. უფრო მნიშვნელოვან საკითხზე ფიქრობ რა კაცია. კიდე მოგიყვები იმას, რა ქვია. ერთ კახურ ოჯახზე რა. მაგარი ბალღები არიან ძალიან. სამნი ძმანი, ორ-ორი წერია სხვაობა. 9-ისა, 7-ისა, 5-ისა. ბავშვები? ხო, ბავშვები და იგეთი მყრალი ენა აქვს, თუ აი ოჯახში რო არ შეიშვებიან რა. ხო, სულ ყველაფერზე რო ილანძღებიან, სულ ყველაფერზე. ერთხელაც ოჯახში ამ ბალღებისა პაპა დაიღუპა თუ არ მახსოვს, მე მგონი პაპა და ეხლა ხო იცი წესია ოჯახში რომ მიცვალებულია, მოსანათლი ბალღი არ შეიძლება რომ იყოს იქა რა. ჩატარეს ეს ბალღები და მიიყავთ მოსანათლად. წინ მშობლები ზიან, უკან ეს ბალღები და ბებია. და ეხლა ბებია ამ ბალღებს ასმენინებს რა, ვითომ წინ ელაპარაკება ამათ მშობლებმა. ეხლა ხო იცით ხა როგორა. ეხლა რო გავნათლამ თამათ, მერე ლანძღვა აღარ შეიძლება, იმიტომ რომ ფარველი ანგელოზი გეებუტებათ. ესენი როგორ არიან? ეს უფროსი ტელეფონს ასქროლამს თავითვინ რაღაცეებ უყურებს, ვაფშე არ აინტერესებს ეს ბებია მისი რას ალაპარაკობს. შუათან ამ სავარძლებს შუა გაჭედილი, რო წინ რა ხდება ეგ აინტერესებს რა. და პატარა კიდე 5 წლისა ნახევრად გაყოფილი აქვს ეს მკლავი და იტალღებს აკეთებს, აი ბალღობაში რო იცოდით ხოლმე, ხო იცი, აი ეგეთ რაღაცებს აკეთებს. არ უსმენს არც ერთი ბებიამს. ეს ხალი მიხვდა რომ იქით წინ ტყუილათა ლაპარაკობს და პირდაპირ ამათ მოუტრიალდათ რა. გაიგე გიორგი შვილო, გაიგე ხა აღარ შეიძლება შვილო გიორგი. ანგელოზი არ გეყოლება შვილო, გაიგე ხა. გაიგე ზურიკო შვილო, გაიგე ხა. გაგიწყრება შვილო ანგელოზი, გაგიწყრება და ზურიკო იქიდან ხელი არ გაუჩერებია, გამოიხედა. ისე მწმო კარგის იმას რა ანგელოზ მაუნა უჩვენოს, ბიჭო, 5 წლისა რო ეგეთია. 3 ანგელოზი არ იყო. გადაცემის სპონსორია Village 11, ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11, კორეული ხარისხი PSP-ში. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45.